წმინდისა პავლე მოციქულისა საკითხავი. შვილო ტიმოთე, სარწმუნოარს სიტყვაიდა ყოვლისა შეწყნარებისა ღირს, რამე თუ ამისთვის ვშვრებით და ვიყვედრებით, რამე თუ ვესავთ ღმერთსა ცხოველსა, რომელას მაცხოვარი ყოველთა კაცთაი, უფრო იზღა მორწმუნეთაი, ამცნებ დამას და ასწავებ, ნუმცა ვინ სიჭაბუკესა შენსა შეურაცხყოფნ, არამედ სახე ექმენ მორწმუნეთა მათ სიტყვითა, სლვითა, სიყვარულითა, სულითა, სარწმუნოებითა, სიწმიდითა, ვიდრემდე მოვიდე ეკრძალე საკითხავსა, ნუგეშინის ცემასა, მოძღვრებასა, ნუ დებ-ყოფ, რომელი ეგე არ შენთანამადლი, რომელი მოგეცა შენ წინასწარ მეტყველებითა, დასხმითა ხელთა ხუცობისაითა, ამას იწურთით და ამას შინა იყავ, რაითა წარმატებულებაი ეგე შენი ცხად იყოს ყოველსა. შინა ზმანო, განძლიერდით უფლისა მიერ და სიმტკიცითა ძლიერებისა მისისაითა, შეიმოსეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისაი, რათა შეუძლოთ თქვენ წინადადგომად მანქანებათა მათ ეშმაკისათა, რამე თუ არა არს ბრძოლაი ჩვენი სისხლთა მიმართ და ხორცთა, არამედ მთავრობათა მიმართ და ხელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთროისათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელი არიან სასაქვეშე, ამისთვის აღიღეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისაი, რათა შეუძლოთ წინადადგომად დღეს ამას ბოროტსა და ყოველსავე იქმოდეთ რაითას დგეთ, მტკიცედ უკვე დეგით, მოირტყენით წელნი თქვენი ჭეშმარიტებითა და შეიმოსეთ ჯაჭვი იგი სიმართლისაი და შეისხენით ფერხთა თქვენთა განმზადებულებაი იგი სახარებისა მის მშვიდობისაი. ყოველსა შინა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისაი, რომლითა შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროტისათა განხურვებულთა დაშრეტად და ჩაფხუტი იგი ცხოვრებისაი დაიდგთ და მახვილი იგი სულისაი, რომელ არს სიტყვაი ღმრთისაი.